მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. თქვენთან ერთად არის მოხალისე ჟურნალისტი სოფი კორემაშვილი. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი რუბრიკა, სადაც განვიხილავთ თუ როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გელოდებათ საინტერესო ისტორიები, ტრადიციები და განსაკუთრებული მომენტები, რომლებიც თითოეული კუთხისთვის უნიკალურია. სამეგრელო. სამეგრელოში ახალი წელი კალანდას სახელით არის ცნობილი და მისი განუყოფელი ატრიბუტი ჩიჩილაკია. საახალწლოდ მორთულ მეგრულ სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას სწორედ ის დაგხვდება. სხვადასხვა ხილით, ტკბილეულით, სუროსა და დაფნის ტოტებით თუ ძვირფასი ნივთებით და აბრეშუმის ძაფებით მორთული. ჩიჩილაკს თხილის ტოტებისგან თლიან, რადგან თხილი კაკალთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიან მცენარედ მიიჩნეოდა. ჩიჩილაკის ისტორიას ძალიან ღრმა ფესვები აქვს წარსულში. მას წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირებენ და ბასილიას წვერასაც ეძახიან. თუმცა ქრისტიანობამდელ ეპოქაში ბასილია მზის წარმართული ღვთაება იყო და ახალი წლის აღნიშვნად სწორედ მისი თაყვანისცემის სიმბოლოდ აღიქმებოდა. სამეგრელოში ასევე აცხობდნენ ბასილის ღვეზელს, რომელშიც კვერცხის გულს დებენ. ღვეზელთან ერთად საახალწლო ტაბლაზე ხაჭაპურებს საგანგებოდ გამზადებულ საციუს, ხილს, ტკბილეულს, მოხარშულ გოგრას, ღვინოს, ფელამუშსა და შემწვარი ღორის თავსაც ათავსებენ. თქვენ წარმოიდგინეთ და კალანდიას არც თუ იშვიათად ხვდებიან თოფის სროლით. არსებობდა ისეთი ტრადიცია, რომელსაც სტუმრის მოტაცება ერქვა. როგორც წესი, ამ ჩვეულებაში მთელი უბანი იღებდა მონაწილეობას და ხალხი ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ბინვის დაასწრებდა სტუმრის წართმევას. სამეგრელოს სტუმრობისას დროშიც რომ გემოგზაურათ და გატაცებული სტუმარი აღმოჩენილიყავით, მასპინძელი ოჯახი აუცილებლად დაგასაჩუქრებდა და მეორე დღემდე არ გაგიშვებდათ სახლიდან. კიდევ ერთ ძველებურ საახალწლო ჩვეულებას ტყაპობა ერქვა. ამ უცნაური სახელის მქონე არანაკლებ უცნაური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის საღამოს გოგოები და ბიჭები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ითვლებოდა, რომ ასეთი შეჯიბრები და სუფთად გამოსული იმ წელს ბედნიერი და გამარჯვებული იქნებოდა. ასევე იყო მაკუჩხერის ტრადიცია. როდესაც მაკუჩხერი დგებოდა და მიდიოდა წყაროსთან, სადაც ცივი წყლით პირსი დაიბანდა. მეგრელებს სწამდათ, რომ ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში სიფხიზლე არ მოაკლდებოდათ. წყაროდან ჩამოსვლისას თან მოჰქონდა ახალი წყალი და იმ ადგილას ბრუნდებოდა, სადაც ღამე გაათია. იქიდან გამოჰქონდა ჩიჩილაკი და მის თავზე მიკრულ სანთლებს აანთებდა. აიღებდა სურსათს, დალაგებულ გობს, დოქით წყალს და საყლისკენ გაემართებოდა. შიგნიდან ჩაკეტილ კარებს მიადგებოდა და დაიძახებდა. კარი გამიღე. ოჯახის ერთი წევრი ლოგინიდან ადგებოდა, მაგრამ კარის გაღებამდე უნდა გაეგო რა მოჰქონდა კალანდას. ამიტომ ეკითხებოდა, რა მოგაქვს? პასუხად კი იღებდა. მობრძანდები კალანდია, მომაქვს ყველასთვის სიმართლე, სიხარული, გამარჯვება ყველაფერში. კარი გამიღე. ასეთ შეკითხვას რამდენჯერმე გაუმეროურებდნენ და შემდეგ კარებს უღებდნენ. ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ.
მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ. გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მომაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანას ქვეყანა არ სჯობს. დიახაც ნამდვილად ასეა. სამშობლოდან შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც სამოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამის მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომ დებენ და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ ზუსტად ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც იტყვით, შენი საქმე არ არის და მართალიც რა, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ რა თქვა, არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა, რომ მეგობრები არის, ქალები არიან, ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და ვიცნა დახვედრილი იყვნენ, 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდება თუ სახში დაღლილი არ ახარო, გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერ ვარ და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და გული ჩამწყდა ხალხი. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65-70 წლის. 67 წლის. სად უშვებთ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სად უშვებთ, არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით. რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე? ვიცი რომ გიჭირ, ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამოგბძანდით. სად უშვებ ამხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არ გცხვენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება, საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან, კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი, რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე, იყო ის, რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები, ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ, ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში და ერთ-ერთ ქალს ვერ ნახავთ, რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ, რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი, რომ აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდეს, იმისთვის, რომ ზამთარი გაიხალისონ და გაირას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერი. ეს არ ვიცით და არის გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულის ტკივილი. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.